პარლამენტი თავისუფლების ქარტიის მისაღებად ემზადება დოკუმენტი სამი მოსმენით უკვე განიხილეს, კენჭს კი დეპუტატები მომავალ კვირას უყრიან. კანონპროექტი გულისხმობს იმ ადამიანების ლუსტრაციას, რომელიც რუსულ კგბ-სთან თანამშრომლობენ. მეორე ნაწილი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პაკეტს ითვალისწინებს. დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს, ნაწილს კი მისი ამ ეტაპზე მიღება მიზანშეუწოვნლად მიაჩნია. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ თავისუფლების ქარტია ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს შეამცირებს. საერთოდ არასერიოზულია ამ ქარტიის განხილვა. მისი ორი ნაწილი არის ხიმილის მონგრელი ბრძოლა რაღაცა უროსთან, ნამგალთან, ჩაქუჩთან და ლურსმანთან და ინსტრუმენტებთან, რაც აბსოლუტურად არასერიოზულად მიმაჩნია. ხოლო ერთი ნაწილი მისი არის საკმაოდ სახიფათო, რომელიც გულისხმობს ძალოვანი სტრუქტურებისთვის დამატებით უფლებების მინიჭებას, რომ ადამიანები გაჭხრიკოს, ანგარიშები აბაროს ხალხმა, რამდენი ლარი შოვა ერთ დღეს, რამდენი წინდა გაყიდა, რამდენი პური გაყიდა და ასე შემდეგ. ეს არის რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ყოფილი ობხსის ფუნქციების მინიჭება. დღესაც არიან მრავლად ისეთი ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობდნენ და დღეს ისევ აგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებს უნდა გადაეკეთოთ გზა ლეგალური მონაწილეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აი ეს ამ თვალსაზრისით ჩვენი სისტემა, პოლიტიკური სისტემა არ უნდა იყოს მოწყვლადი. ჩვენი სისტემა უნდა იყოს უფრო სტაბილური და მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად შეამცირებს იმ საფრთხეებს, რომელიც მთლიანად სტაბილური პოლიტიკური სისტემის წინაშე დგას საქართველოში.